კეთილშობილი ადამიანები გამუდმებით წერენ და მეუბნებიან, მთელი ცხოვრება სიზმარში რაღაც დემონი მებძვის, ხან ამას მიშვება, ხან იმას მიშვება. ცხოვრებაში ყოველთვის ცუდად მექცევიან ადამიანები, ყველა ცდილობს გამანადგუროს. კი, მაგრამ დაწყევლილი ხომ არ ვარ, მე ხომ კარგი ადამიანი ვარ, კარგად ვიქცევი. მაგ დროს მახსენდება ფრაზა: ილია ვარ, არ მესროლო. ილია რომ ხარ, მაგიტომ გესვრიო. შენ სკოლა იქნებოდა ეს, სიზმრები არის თუ სხვა დანარჩენი, იმიტომ გებრძვიან, რომ საწყისშივე ღვთის ძალით ხარ მოსული, გაღვიძებული ღვთის ძალით. ყველას აქვს ღვთის ძალა. უბრალოდ ზოგი გაღვიძებული ღვთის ძალით მოდის. დანარჩენებს შეუძლიათ მეტად გააღვიძონ ეს ძალა. ყველაშია ეს ძალა. და ნახეთ, შენ რომ ამ ძალით მოდიხარ, შენ უკვე სამიზნე ხდები ბავშვობიდანვე ბნელის. რადგან შენ მომავალში დებ შედეგს. ნახეთ, მთელი ცხოვრება დემონები სიზმრიდან მებრძვიან. ყველაფერი ის მაქვს განვლილი, რაც შეიძლება ვერ წარმოიდგინოთ. არა მარტო სიზმარხილვაში, ისედაც ბევრი ცუდი რაღაც მაქვს განვლილი, ყოველთვის გაჭირება, ყველაფერი მოკლედ. ხო და მე რომ ეხლა გავეტეხე ბნელს და მე რომ გავბოროტებულიყავი. ამდენ ადამიანს დავეხმარებოდი, კიდევ მომავალში რამდენს დავეხმარები. ეს მოხდებოდა? არა. და ეს რომ არ მომხდარიყო, თქვენი აზრით რა უნდა ექნა ბნელს? ის, რასაც აკეთებდა მთელი ჩემი ცხოვრება. ყველასთან ესე ხდება, განურჩევლად ყველასთან. გააცნობიერეთ. თქვენ რაც გაიარეთ, იმისთვის გაიარეთ, რომ ძალები გაქვთ. ნუ ღარ დასვამ კითხვას, რატომ, რა დავაშავე, არაფერი არ დაგიშავებია. ილია ხარ და გესვრიან ამიტომ. და უნდა აისხლიტო ეს და დარჩე ილია და ღმერთის ადამიანი უნდა დარჩე და განაგრძო და გახდები ღვთიური. ამიტომ რა ვერ გეიგეთ, რა ვერ გაიგეთ. რა ვერ გაიგეთ ხალხო. რაშია საქმე? საქმე არის ამაში და გიხაროდეს, ნუ ღელაო, პოტენციალი გიდევს შიგნით და მიხედე მაგ პოტენციალს. იმისთვის გაიარე ის ყველა ცხოვრებისეული სირთულე, ის ცუდი ადამიანები მაგისთვის მოდიოდნენ, ცუდი ქმარი, ცუდი ცოლი, ცუდი მეგობარი, ყოველთვის ამიტომ გებრძოდნენ გარედან ადამიანების სახით, რომ თუ ვინმეს ბნელზე დაქვემდებარება გონდა, ყველა შენ მოგიქციეს. იმიტომ რომ შენი გაჩერება უნდოდათ, როგორც ჩემი გაჩერება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ოჰოჰოჰოჰოჰო, როგორ მიხარია რომ თქვენი სახეები ვავლინე. არ მაღელვებსაც აღარაფერი თქვენი სახეები ხო ვავლინე ბნელებო. მთელი ცხოვრება ამ მდგომარეობაში ვარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები მაქვს. შვენივრად ვარ, მაგრამ ეს არის ამ გზის ნაწილი. აი მწუხელ მაგალითად. ესე იგი, ერთ-ერთ დემონს მთელი ქალაქი ქონდა დაპროექტებული ვიზუალიზაციით. და ამ ქალაქში შეყრილი ყავს სულები. თქვენი ბევრი სული დატყვევებულია სულის სამყაროში. შენ რომ სტრესში ხარ, ვიღაცეების ბოღმაში ხარ, რაღაც ბოროტობებს აკეთებ, შენი სული დატყვევებული ყავს იქ და აწამებს. ამიტომ ხარ აქ, ამ მდგომარეობაში. მოდი ცოტა მაგაზე ვილაპარაკებ, კარგი? ნახე, შენ რომ რაღაც სტრესში ჩავარდები, ან დეპრესია გეწყება, ან რაღაც ბოროტ მოქმედებებს იწყებ და ამ ყველა ბოროტებაში ხარ, ამაში იმიტომ ხარ, ამას იმიტომ ექვემდებარები, ამ ბრაზებს, ამ ყველაფერს, რომ შენი სული არის დატყვევებული კონკრეტული იმ დემონის ბუნაგში და გაწამებს იქ. შენ ეს არ გახსოვს. შენ რომ მიღვიძებ, დღისით ხარ გაბრაზებული, ცუდ საქმეებს აკეთებ, ბოროტებებს აკეთებ, იქ ხარ დატყვევებული. ეხლა რა ხდება? წუხელ ერთ-ერთი დემონის ბუდეში ვიყავი და ზოგს აქვს პატარა ბუდი, რამდენიმე დასახლების ფორმის, ზოგს ერთი სახლის ზომის, ზოგს ქალაქის ზომის. ბევრი სული ყავს შეყრილი შიგნით და ერთმანეთს აჭმევინებს. ანუ შენ რომ გონია რომ გამოხვედი გარეთ და მეზობელს ეჩხუბე, მერე გზაში ვიღაცას ჩაუქაქე, მომიტევე ამ სიტყვისთვის, მერე ის გააკეთე. გამოდვებით ამ პროცესში ჭამაში რომ ხარ, კომენტარში ვიღაც შეჭამე, შენ იქ ხარ მის ბუნაგში და იქ ყავხარ ტერორში. ეხლა რა ხდებოდა აქ? იყო ორი კატეგორია, ადამიანების სულები იყო შეყრილი და გადაცმული დემონები იყვნენ. და არავინ არ იცის რომელია დემონი, რომელი ადამიანი და ყველა ერთმანეთს ებძვის, რომ გადარჩეს. გადარჩენაზეა ყველა. ერთი დიდი ქალაქი აქვს დაპროექტებული და შიგნით ყავს შეყრილი სულები. და მოკლედ ამ სულების გამოხსნის პროცესებში ვიყავი. და მთელი ღამე, ჩემთვის ეხლა ერთი ღამე იყო, მაგრამ იმ სამყაროში ჩათვალე რომ ძალიან დიდი დრო გავიდა. მთელ ამ ბრძოლებში ვიყავი, რომ ეს სულები დამეხსნა. მერე ეს ადამიანები მომწერენ მე და მეტყვიან, გიორგი, შენი დახმარება მჭირდება. მარტო აქედან არ ხდება ადამიანის დახმარება და მე ამ ყველაფერს გამიზნულად არ ვაკეთებ. ეს ხდება ბუნებრივად, ანუ რა მისიასაც მაძლევს უფალი, ბუნებრივად ხდება ეს რაღაცეები და ჩემი სული აკეთებს ამას და მეც მონაწილეობ ამაში პარალელურად, ჩემი ცნობიერი. მოკლედ, თქვენი სულები, რომლებიც სტრესებში ხართ, დეპრესიებში, ხოროტებებში ხართ, დატყვევებულები არიან სხვა განზომილებაში. კონკრეტული დემონის ბუნაგში, ვისი
გავლენის ქვეშაც იმყოფები. მარტივად გეტყვი. და იქ წამებებში რო ვყავთ, ამით იკვებებიან ისინი. როცა ჩადიხარ მასეთ სულთან, ის სული არის საწყისშივე თავისუფალი. ანუ ნებისმიერ დროს შეუძლია წამოვიდეს იმ ბუნაგიდან. უბრალოდ ვერ გამოდის, რადგან ამ დესტრუქციულ მდგომარეობაშია. როგორც შენ ვერ გამოდიხარ რაღაც ბოროტებიდან და ენას ვერ აჩერებ, რომ ვინმე არ განსაჯო, ისე ვერ აჩერებს ის და ვერ გამოდის იქიდან. ამიტომ დედამიწაზე თუ იმყოფები შენ რაღაც სტრესებში, ბნელ მდგომარეობებში, იცოდე რომ რომელიღაც დემონს შენ ყავხარ მის ბუნაგში იქ. შენი ნაწილი ყავს იქ. ამიტომ აქ თუ გათავისუფლდები ამ ბოროტებებისგან და ამ შვიდში გადახვალ, ღმერთის მდგომარეობაში გადახვალ, იქ უკვე ავტომატურად თავისუფლდები. ანუ იქედან განთავისუფლება არ ჭირდება შენ, მაგრამ მე ვანთავისუფლებ ხოლმე იქედან. ძელი პროცესებია ხა. მე ამას დაგეგმილად არ ვაკეთებ, ყველაფერი ხდება ბუნებრივად. საერთოდ იმ გადაწყვეტილებასაც კი არ ვიღებ მე, რომელი ნაშრომი ჩაგიწეროთ. რასაც გული მეუბნება, ვიცი, ნიშნებით ყველაფრით. იმას გიწერთ და იმ თემებს გიდებთ და ამიტომ მოდიხართ მე და უიმე, მე ამაზე ვლოცულობდი და ველოდებოდი და რა იცოდი შენ ყველა ამას მწერთ. ესე მგონია ყველა შეთანხმდით და მეშაყირებით, მაგრამ არ მეშაყირებით ეს ხდება. თქვენ რომ ლოცულობთ და ითხოვთ, უფალი გუსმენს და მე ავტომატურად ამას ვაკეთებ. ბუნებრივად ამ მდგომარეობაში ვარ. სიზმარხილვაშიც და ყველა იმ პროცესში. არ ვეჭიდავები მე უფალს. უფალო ესე ხო არ აჯობებ? ასე ხო არ აჯობებს? შენ თუ გესიზვრება ეს ბუდე და ნიჭის მქონე ადამიანებს ესიზვრება. ეს მარტო ჩემთან არ ხდება, ეს ბევრთან ხდება. შენ თუ გესიზვრება ბუდე, სადაც მიხვედი, ადამიანები დატყვევებულები არიან, ვერ გამჩნევენ ისინი, იქ გრძელი თემებია კიდე შემიძლია ჩავშალო, მაგრამ დაგაინტერესებთ? მოდი, უფრო ღრმად შევალ. ეხლა არ დაიწყოთ, ვაიმე, მიშველე გიორგი, გამომიყვანე აქედან, თუ არ მითხარი ტყვეობაში, ხალხო, ნახეთ. შენ შეიძლება ბნელის ტყვეობაში იქ სული სამყაროში იყო 1 წუთი და მთელი ცხოვრება. მე შეიძლება რამდენიმე წამი აღმოჩნდე ის ბუდეში და შეიძლება ცოტა მეტი ხანი, მაგრამ არ აღმოჩნდები. მაგალითად, ვიღაცამ გამაბრაზა, ვთქვათ და მე გავბრაზდი 5 წუთი. ის 5 წუთი მის ბუნაგში ვიყავი მე სული სამყაროში. და ის 5 წუთი მაწამა იქ. და როგორც კი შევწყვიტი ამაზე ფიქრი, გამთავისუფლდი იმ სული სამყაროში. ამიტომ შენ თუ რამე სტრესებში ხარ, ვინმეს მიმართ გამოდმებით ბრაზებში ხარ, აი ამ მდგომარეობაში ხარ, იცოდე რომ ის პერიოდი, რა პერიოდშიც მაგ მდგომარეობაში ხარ, იმ კონკრეტული დემონის ბუდეში იმყოფები და გაწამებს იქ. და შენ ამას აქ აღიქვამ როგორც სტრესად. ეს გააცნობიერე. მოდი ახლა ცოტაოდენ იმ სამყაროს მექანიკაზე ვისაუბრებ. როგორც წესი, ასეთ ბუდეებში თუ ადამიანი ძალიან მძიმედ არის, პირდაპირ გაკრული არის კედელზე, მოდი ესე გეტყვი და აწამებენ კონკრეტული დემონური არსები. მასეთ სივრცეებში აგზავნიან მისიებზე, მაღალსულებს და ბევრი მაღალი სული შედის მასეთ სივრცეებში და გამოხსნას აკეთებს ადამიანების. იმდენი ადამიანი მყავს გამოხსნელი სხვადასხვა სივრცეებიდან, A პუნქტიდან B პუნქტში გადანაყვანი, იმდენი რაღაცები მაქვს ნაკეთები. ბოლოს მივხვდი რა ხდებოდა, იმიტომ რომ აქამდე სანამ საერთოდ გავიგებდი ამ ყველაფერს სულიერება რა იყო, ზღაპრები მეგონა და მე მივხვდი მტკიცებულებებით. გრძელი თემა ეხა მტკიცებულებებით საიდან მივხვდი? იქიდან მივხვდი რომ თავად ადამიანები ხედავენ და აღწერენ და მტკიცებულებებით ვიცი 100%-ით. ოფიციალურად ვინმე რომ მოვიდეს 100%-ით დაუსაბუთებ მტკიცებულებით რომ რასაც ვლაპარაკობ რეალობას ვლაპარაკობ. მტკიცებულებით. იმიტომ რომ ამის ცოცხალი მოწმეები მყავს ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ ფიზიკურად, აღწერენ, ისეთი ნიშნები იციან ჩემი სხეულის, რომელიც არასოდეს არ უნახავთ და იქ ნახეს. ანუ მტკიცებულებები მაქვს იმ ყველაფრის, რასაც ვლაპარაკობ. ამას გეუბნები. კარგი, დაუბრუნდეთ თემას. ესე იგი, როდესაც მასეთ სივრცეში აღმოჩნდები და ხედავ რომ დატყვევებული ადამიანებია და ვიღაც ადამიანის გადარჩენის მისია გაქვს მოცემული, მაგ სიტუაციაში პირველ წყაროდ მნიშვნელოვანია სიმშვიდე და რატომ. როგორც კი სიმშვიდეს კარგავს ადამიანი, სტრესს როგორც კი იწყებს, შიშს, ის არსები იწყებენ შენი სულის შემჩნევას. მაგამდე ვერ გამჩნევენ. ფიზიკურად ვერ გხედავენ. და როგორც კი პატარა შიშის დაშვებას იწყებ, იქეთ-აქეთ იყურებიან და ყნოსავენ. შენი შიში იწყებს სუნის გაშვებას. აი, სადღაც მწვადი სუნი რომ მოვიდეს და არ იცი საიდან მოდის, მაგრამ იყურები აქეთ-იქეთ ეძებ. თან იცი რომ ახლოს არის. ისინი უკვე ხვდებიან რომ მათ ბუდეში ვიღაც არის მაღალი სული, რომელიც ცდილობს დაიხსნას მისი ტყვეები. პირველ წყარო უსაფრთხოების, უჩინრობის და ამ ყველაფრის გარანტი არის მშვიდი მასეთ გარემოში. მასეთ სულთან, რომელიც დატყვევებულია, უბრალოდ დატყვევებული და ჩუმად კი არ არის. იმ განცდებშია, რა განცდებშიც შენ რეალობაში ხარ. შენ რომ ვიღაცაზე ისტრესები ტირი ხარ და ამ მდგომარეობაში ხარ, ის იქ არის და იქ აკეთებს მაგას. იქ აწამებენ და უბიძგებენ. შენ რომ თავში მოგდის, უფრო ცუდია, ეს რა გამიკეთა და უფრო რომ ისტრესები, იქ სტრესავენ უფრო მეტად და მერე გადმოდის აქეთ, ცნობიერში. და მასეთ სულს რომ მიადგები, ცდილობ გააჩერო, კარგი ნუტირი ხარ და ამშვიდი, ეს გამოგიყვანს ეუბნები და ვერ ჩერდება. შეგიძლია დაიხსნა, მაგრამ თავად ვერ იხსნის საკუთარ თავს, რადგან არაჩერებს გვემას. ამის თქმა მინდა. ანუ როგორც კი გვემას აჩერებ, მაშინვე თავისუფლდები. ამიტომ ტყვეობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული დედამიწაზე რამდენად ტყვე ხარ ბნელის, ნეგატიური ფიქრის, მოქმედების თუ სხვა დანარჩენის. აქ უნდა მოხდეს
მოხდეს შენი განთავისუფლება, რომ იქ განთავისუფლდე. ან იქ უნდა განთავისუფლდე, რომ აქ განთავისუფლდე ადვილად. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მხარეს განთავისუფლდები. იქ თუ აქ განთავისუფლდი ბნელი ფიქრისგან, მდგომარეობისგან და ძალას კარგავს შენზე. ასევე გააცნობიერე, შენ თუ ესეთი მისიები გეძლევა, რომ ვიღაც ადამიანებს ეხმარები, A პუნქტიდან B პუნქტში გადაყავს, სხვადასხვა ბუდეებში შედიხარ, წინაღობებს გადიხარ, იცოდე რომ შენ ხარ მაღალი სული, რომელსაც უფალი აძლევს მისიებს და უბრალოდ ჯერ აქ ვერ გააცნობიერე, მიწიერში ვერ გააცნობიერე, რომ რაღაც მისიები გაქვს და ღვთიურს უნდა დაუბრუნდე და განავრცო შენში და მიხედო ამ საქმეს. ეს ჯერ არ გაქვს გაცნობიერებული. ეს უნდა გააკეთო. შენ თუ ამ მისიებში ხარ ჩართული. ასევე, როგორც კი შენ ღმერთთან იწყებ ურთიერთობას და როგორც კი უფალს უახლოვდები, შენ გეძლევა ეს ყველა მისია. ეხლა ერთი მეგობარი მწერს და მეუბნება, რომ რაღაცო სიზმარხილოა ვნახეო, უფალთან მივიდა ახლოს, ძალები შეუვიდა და სიზმარხილოებშიო დამეწყო სირთულები, იმიტომ დაგეწყო, რომ მაგ სირთულის გავლა ისედაც გიწევს. შენ უნდა იცოდე, კაცო, დემონი როგორია, მასთან ბრძოლა როგორია. აბა ეს თუ არ იცი, რანაირად გინდა იყო მაღალი სულის მქონე. რანაირად გინდა იყო ძლიერი. თუ ეს ყველაფერი არ გაიარე. შენ გონია ღმერთთან ყოფნა უბრალოდ სიყვარულში იყო და მეტი არაფერი? ანუ არ უნდა იყო ძლიერი შენი აზრით სიყვარული რატოა ყველაზე ძლიერი ძალა სამყაროში? რომ უბრალოდ სიყვარულია? თუ იმიტომ რომ გაიარა ის, რაც უნდა გაიარა და გაძლიერდა და გახდა ამის ფონზე სიყვარული და ძლიერი. ამიტომ გინდა ეს თუ არ გინდა, მაინც მოგიწევს, ამას შეეგუო, მათი არ გეშინოდეს, ეს ყველაფერი და უფალთან როცა ახლოს ხარ, აღარაფერს აღარ გეშინია, ეხლა გეშინია შენ, იმიტომ რომ ვერ ხარ ახლოს ისე და მე უკვე აღარ გეშინია და ნახე ის პროცესები, რაც აღწერე, მაინც უნდა გაიარო. ბრძოლები, გმირობა, თავგანწირვა, რაც იესო ქრისტემ გააკეთა, ამის გაკეთება მოგიწევს და უნდა გააკეთო, მაგრამ როცა ღმერთთან ხარ ახლოს, ამის გაკეთება საერთოდ არ არის რთული, ამის თქვა მინდა. იმიტომ რომ უფალი აკეთებს ამას. ჩემთვის საერთოდ არ არის რთული ყველა ამ ცოდნის გახსნა, იმიტომ რომ უფალი აკეთებს ამას. თორემ ეხლა მე ამ ცოდნებს სალქეულად სულ რომ მთელი ცხოვრება მესწავლა, გადამეზუთხა წიგნები, რაც არ უნდა მექნა, მე ამას თქვენ ვერ გასწავლიდით. ეს მე იმიტომ რომ ღმერთი აკეთებს ამას და ღმერთი რაღაცას რომ აკეთებს, იქ ყველაფერი მარტივია. უბრალოდ შენ უნდა გაუძლო ამ ყველაფერს და გადაიტანო და რწმენა გქონდეს. და რწმენა მოვა, როცა უფალთან ურთიერთობას დაიწყებ. შაუმაგებთან რომ მიდიხართ, თქვენი სულის ამ ნაწილს პირდაპირ იმ დემონის ბუდეში ათავსებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ტაროც რომ გააშლევინო, რაღაც რიტუალები გააკეთებინო, ნებისმიერ შემთხვევაში შენ სულზე წნომას აძლევს, მერე შენ სულს ისე სტრესავს, რომ შენი სული მის ბუდეში ხვდება პირდაპირ. და მერე ვერ გამოდიხარ სტრესებში ხარ, პრობლემებში ხარ, ნეგატივებში ხარ, ამ ყველაფერში ხარ, ენერგიაც არ ყოფნის აქედან ამოძვრე. თქვენი აზრით იმათ რატო უჭირთ იქიდან გამოსვლა? იმიტომ რომ ენერგია არ ყოფნის, რომ გააცნობიეროს, გაჩერდეს, დაფიქრდეს, სად ვარ, რა ვარ, რა ხდება ჩემს თავს, შვიდი შევინარჩუნო. ამის ფიქრის ენერგიაც კი არ ყოფნის და უფრო და უფრო ეფლობა. ახლა ალბათ იტყვით, ვაიმე რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რით განვითავისუფლო თავი, გააჩერე ყველა შენი სტრესი, ყველა შენი ნეგატიური ფიქრები, ფიქრების კონტროლით, თევზ გამთლიანებაში, მუქთან კვეთის ლოცვები, იკითხე გამთლიანების. ხშირია, ძალიან ხშირია. ეხლა მე არ მიყვარს სასწაულებზე ლაპარაკი და საერთოდ სასწაულზე როცა ლაპარაკობ, ის სასწაული კარგავს მადლს. ამიტომ მე არ ვლაპარაკობ სასწაულებზე, მაგრამ ძალიან დიდი რაღაცები ხდება. მუქთან კვეთის ლოცვას როცა კითხულობს ადამიანებს, დეტალებში არ შევარ. დაეთავად იმ ადამიანებმა დაწერონ, თუნდაც Facebook გვერდის შეფასებაში, თავისი შეხედულებები, რა შედეგები დაუდო. თუ ამის საჭიროება იქნება. და ნახეთ, მუქთან კვეთის ლოცვას როცა კითხულობს ადამიანი, ხშირია რომ პირდაპირ თავისუფლდება გარკვეული დამოკიდებულებებისგან, ან ნახევრად თავისუფლდება, პირდაპირ ეხსნება რაღაც ბნელი აზრები და ეს ყველაფერი იმიტომ რომ მუქთან კვეთის ლოცვაში ისეთი პროტოკოლები დევს, რომ სწორედ რომ ასეთი ტყვეობებიდან დაიხსნას თავი, თუ რამე ბნელი რაღაც გარემოშია, ყველა წახნაგით იხსნის მუქთან კვეთის ლოცვა. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ლოცვა არ არის ფასეული, რადგან მოძღვარი არ ვარ და ვერ იგებს კარგად. ანაფორა არ მაცვია და ზოგიერთი ეტიკეტის მიხედვით ცხოვრობს და ვერ იგებს და ის რწმენით ვერ კითხულობს. ვინც რწმენით კითხულობს, ჭეშმარიტად ვინც კითხულობს და აცნობიერებს რა სიტყვებია მუქთან კვეთის ლოცვაში, მას ეს ეხმარება. ამიტომ ბევრი კითხვა რომ არ დამიცვათ, რა ვქნა, როგორ მოვიქცე და ამაზე ცალკე რო არ გიხსნათ, აქ ჩავსვი აზრი და გიხსნით. მუქთან კვეთის ლოცვები იკითხეთ და ფიქრების კონტროლით დააპრაქტიკეთ, რომ ყველა ამ ნეგატივისგან გამოხვიდეთ და ამ ნეგატივისგან რომ გამოხვალთ, იქაც განთავისუფლდებით და რასაც გამთლიანებაში გასწავლით, ის განახორციელეთ. ამიტომ რაც არ უნდა სტრესში იყო,
რაც არ უნდა მდგომარეობაში იყო, არ მიცე შენ თავს უფლება ამ სტრესს მიყვე, რადგან ის დაკატყვევებს იქ. მაგრამ ამიცაც არ შეგეშინდეს, თუ განთავისუფლდები სტრესისგან, მაშინვე იქაც თავისუფლდები. ღმერთი როცა შენთან, ნურაფრიც ნუ გეშინია და ღმერთი ყოველთვის არის შენთან, როცა მას მოუხმობ, დაიმახსოვრე ეს. ღმერთია, თვით შემქმნელია შენი მამა, გახსოვდეს. არაფრის არ უნდა გეშინოდეს შენ, როცა მამას მოუხმობ ნებისმიერ სიტუაციაში. მაგრამ ეს გავიწყდებათ თქვენ, ეს გავიწყდება ჩვენ, ბნელი გავიწყებს ამას. და მივდივართ სტრესში. სტრესის ნაცვლად შენ ღმერთს უნდა მოუხმო და არაფრის არ გეშინია მაგ დროს. და დაცული ხარ, ამიტომ სტრესი როცა გაქვს, კი არიტირო, უფალს მიმართე, ლოცვა დაიწყე. როცა სუდად ხარ, ის კი არ ქნა, უფალს მიმართე. უფალს ელაპარაკე და გარანტირებულად დაგიცავს. მან შექმნა შენს ირგვლივ და ყველაფერი, რასაც ხედავს. ყოვლის შემძლეა. მოუხმე და გარანტირებულად მოგცემს. მოგცემს იმას, რაც ქრისტემ გითხრათ. ითხოვე და პირდაპირ მოგეცემაო. ითხოვე ისე, რომ უკვე გაქვსო რწმენითო. რადგან ეს ესია, ეს მართლა გააქვთ და ეს მართლა გვაქვს. ამიტომ მოუხმე უფალს სტრესში და ძიმე და დესტრუქციულ მდგომარეობაში, სტრესის ნაცვლად მოუხმე უფალს და ყველაფერი კარგად გექნება. დაგლოცოს უფალმა, დალოცვილი იყავი. ამინ, ამინ, ამინ.